დაფიქრებულ ხართ? რამდენი რამ შეიძლება გაუფუჭდეს ავტომობილს გადაადგილებისას? იცით, მანქანის რამდენ დეტალს შეუძლია თქვენი მოგზაურობა ან ყოველდღიური მარშრუტი ნამდვილ ჯოჯოხეთად აქციოს. თუ გამოცდილი მძღოლი ხართ და მრავალი ათასი კილომეტრი გაქვთ დაფარული, მანქანა შუაგზაში ერთხელ მაინც გაგიგუჭდებოდათ. ხოლო თუ გამოუცდელი მძღოლი ხართ და ასეთი გამოცდილება ჯერ არ მიგიღიათ, გვენდეთ, ყველაფერი წინ გაქვთ. არა, ვიფიქროთ, რომ გთარსავთ, არა. პირიქით, სულს რომ შავ დღეს მომზადებული და თავდაჯერებული შევდეთ. არ აქვს მნიშვნელობა რა დაემართება ავტომობილს. საბურავი დაიშვებს, აკუმულატორი დაჯდება თუ ბამპერი ჩამოვარდება. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სიტუაციისთვის მზაობა გაგვაჩნდეს. ამისთვის ვიდეოში იმ აუცილებელ მითებზე, საგნებზე და ხელსაწყოებზე ვისაუბრებთ, რომლებიც აბსოლუტურად ყველა მძღოლს მანქანაში უნდა ჰქონდეს. დასაკოკი კაბელები. ავტომობილის ბატარეა რამდენიმე მიზეზით შეიძლება დაჯდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მანქანა ამ პრობლემის გამო არ იქოქება, მძღოლი არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაშია. მანქანის მწყობრიდან გამოსვლა შესაძლოა ასეთმა მარტივმა პრობლემამაც გამოიწვიოს. თუმცა არ იდარდოთ, გამოსავალი სულ არსებობს. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა აკუმულატორის ძალა, ეგრეთ წოდებული დასაკოკი კაბელებით მანქანას მაინც დაკოკავთ და გზას დაუბრუნდებით. რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლის შემდეგ კი ბატარეაც დაიდენება. სწორედ ამიტომ ამ ნივთის ფლობა მძღოლებისთვის უმნიშვნელოვანესია. გახსოვდეთ, რომ ეს მომენტი ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს. ხშირია შემთხვევა, როდესაც მანქანის მფლობელებს სალონის ნათურა მაშუკი რჩებათ ანთებული. ავტომობილთან მისვლისას კი აკუმულატორი მკვდარი ხვდებათ. ამ კაბელებისა და სხვა მანქანის დახმარებით კი პრობლემის მოგვარება მარტივად შეიძლება. სანამ პროცესს დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ ორივე მანქანა ჩამქრალია. დასაკოკი კაბელის გაშლის შემდეგ წითელი ბოლო ორივე ავტომობილის აკუმულატორის პულსზე უნდა მიამაგროთ. შავი კაბელის ერთი ბოლო მუშა ავტომობილის ბატარეის მინუსზე, ხოლო მეორე შეუღება რკინის დეტალზე. ამის შემდეგ დამხმარე ავტომობილი უნდა დაკოკოთ და 1 წუთი მაინც ამუშაოთ. მთელი ამ ნაბიჯის შემდეგ კი წყობრიდან გამოსული მანქანა უნდა დაკოკოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ კაბელების სამაგრები ერთმანეთზე არ მიედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ გსურთ, რომ უფრო ექსტრემალური პირობებისთვის იყოთ მზად და ამავდროულად ინტროვერტიც ხართ, მაშინ დასაკოკი მოწყობილობის შეძენას გირჩევთ. მას შიგნით ბატარეა აქვს ინტეგრირებული, რისი დახმარებითაც მანქანას მისი ძალებით უპრობლემოდ და მარტივად დაკოკავთ, თანაც ზედმეტად არავის შეაწუხებთ. ელექტროტუმბო და ჰაერის წნევის საზომი. საბურავების წნევა უსაფრთხო, კომფორტული და ეფექტური გადაადგილებისთვის უმნიშვნელოვანესია. დასაბერიან ზედმეტად დაბერილი საბურავი მანევრირების შეზღუდვას, საწვავის მოხმარების გაზრდას და საბურავების დაზიანებას იწვევს. ამ სიტუაციის სამართავად კი ჰაერის წნევის საზომი და ტუმბოა საჭირო. სამგზავრო ავტომობილებისთვის რეკომენდებული წნება 2-დან 2.4 ბარამდე მერყეობს. თუ ამერიკული საზომი გაქვთ, რომელიც ერთეულად ეგრეთ წოდებულ PSI-ს იყენებს, წნება 30-დან 35 შუალედში უნდა დაიჭიროთ. ამ საქმისთვის ელექტროტუმბო ნამდვილი მისწრებაა. საბურავებში ჰაერის წნევის შემცირება შესაძლოა ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებამაც გამოიწვიოს. ამიტომ ელექტროტუმბო, რომელსაც წნევის საზომი ექნება, აუცილებლად დაგჭირდებათ. ასე როგორც ვულკანიზაციის ძებნას, ისე მის რიგში დგომასაც აიცილებთ თავიდან. თავისუფალი დროის ასე გატარება ხომ ნამდვილად არავის ეხალისება. სათადარიგო საბურავი. მიუხედავად იმისა, რომ სათადარიგო საბურავი თანამედროვე ავტომობილებიც გამოდის, მის ტარებაზე დღეს შესაძლოა აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს. ზოგი მიიჩნევს, რომ ეგრეთ წოდებული რამფლეტ ანუ თვითმზიდი საბურავი ამ პრობლემას აგვარებს. ზოგით შემავსებელი სითხის გამოყენებას გირჩევთ. ზოგსაც რანფლეტის სიუხეში არ მოსწონს და ჩვეულებრივ სალტეს ამჯობინებს. ამ საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, რთულია რამე კონკრეტული გირჩიოთ. ეს ხომ თქვენ საჭიროებებზე და პრეფერენციებზეა დამოკიდებული. ამიტომ მთავარია შორ მარშრუტზე გადაადგილებისას საბურავის დაშვებით ან გახეთვით გამოწვეული რისკებით დააზღვიოთ. ამისთვის ის საშუალება გამოიყენეთ, რომელიც თქვენთვის ყველაზე კომფორტული და მოსახერხებელია.
ფანარი. 90-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში წარმოებულ ზოგ ავტომობილს ფანარი ქარხნულად მოხვებოდა. მაგალითად, BMW-ს გამოცდილ მოყვარულებს ეს ფანარი აუცილებლად გემახსოვრებათ. ავტომობილის ფანრით აღჭურვას თავისი მიზეზი ჰქონდა. მანქანა მწყობრიდან ნებისმიერ დროს შეიძლება გამოვიდეს. განსაკუთრებით BMW. კარგი, ხო. ნუ რამე გამოხტებით, ვიხუმრეთ, კარგი. ეს უსიამოვნო მომენტი კი შესაძლოა ღამითაც. უკუნი ციბნელეში დადგეს. სწორედ ამიტომ ასეთი შემთხვევისთვის ფანარი საჭირო და მოსახერხებელი ნივთია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველა smartphone-ს იმავე ფუნქციის შესრულება შეუძლია, ერთი კარგი გამძლე და ძლიერი ფანარი არ გაწყენდათ. უფრო მძიმე ვითარებაში, თუ სადმე დაიკარგებით, ის ეგრეთ წოდებული SOS სიგნალისთვისაც გამოგადგებათ. ხო და ეგეგდოთ რა. პირველადი დახმარების ჩანთა. პირველადი დახმარების ჩანთის მნიშვნელობაზე საუბარს არ დავიწყებთ. ეს ის ატრიბუტია, რაც მცირედი დაშავების შემთხვევაში როგორც ჩვენ, ისე სხვებსაც გამოადგებათ. სხვათა შორის, ზოგ მანქანას ეს ჩანთები დღესაც ქარხნულად მოხვება. უფრო მეტად კი ევროპულ მოდელებს. პირველადი დახმარების ჩანთაში ბინტი, სტერილური საფენები, ბამბა, სპირტი, მაკრატელი, თერმომეტრი და პინცეტი დაგვდებათ. კარგი იქნება თუ ამ ჩამონათვალს თქვენითაც გაამდიდრებთ. ტკივილგამაყუჩებელი ან ანტიალერგიული აბი არასდროსაა ზედმეტი. გზებზე უბედური შემთხვევები სამწუხაროდ არც თუ ისე იშვიათად ხდება. ამიტომ ასეთი რთული შემთხვევებისთვის მზად უნდა ვიყოთ. იმედია ასეთი ჩანთის გამოყენება არასდროს დაგჭირდებათ. მრავალფუნქციური ხელსაწყო. მრავალფუნქციური ხელსაწყო, რომელსაც ჩვენთან ეგრეთ წოდებული შვეიცარიული დანის სახელითაც იცნობენ, უამრავ სიტუაციაში დაგვეხმარება. თუმცა პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამ ხელსაწყოს დანასთან ერთად შეძენის დროს მოქალაქეებს პოლიციასთან შექმნიათ პრობლემები. ცნობისთვის გეტყვით, რომ ცივი იარაღის ტარებისთვის პირველ ეტაპზე 200 ლარიანი ჯარიმაა. ამიტომ კარგი იქნება თუ ისეთ მრავალფუნქციურ ხელსაწყოს შეიძენთ, რომელსაც დანა არ ექნება და ზედმეტ თავის ტკივილსაც აგარიდებთ თავიდან. ამ კომპაქტურ ხელსაწყოს ფრთელტუჩა, სახრახნისი, მაკრატელი, ქილის გასახსნელი და სხვა მრავალი ფუნქციონალი აქვს. მისი დახმარებით როგორც დროს ისე ფულსაც დაზოგავთ. თუმცა არ იფიქროთ, რომ ამ ნივთის დახმარებით ყველაფერს შეაკეთებთ. ის მცირე მასშტაბის პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. თანაც მაგარ ტიპად გამოგაჩენთ. ძღოლად, რომელსაც ბევრი არაფერი სჭირდება. ისი აგვარებს მექანიკურ გაუმართავებებს. მრავალფუნქციური ხელსაწყოს პასი 100-დან 200 ლარამდეა და მისი შოვნა არ გაგიჭირდებათ. ამრეკლის სამკუთხედი. ამრეკლის სამკუთხედი ძალზედ საჭირო და აუცილებელი ატრიბუტია. ღამით ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ის სხვა მძღოლებს ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლის ან ავარიის შესახებ აფრთხილებს. ამ მარტივ ნივთს უამრავი ადამიანის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი. ასე რომ თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ ამრეკლს სამკუთხედს არასდროს გამოიყენებდით, აი ამ კადრებს უყურეთ. როგორც ხედავთ, ამ ამრეკლის გამოყენება განსაკუთრებით მაშინ არის საჭირო, როდესაც მანქანა შუა გზაზე გყავთ გაჩერებული. სხვადასხვა ქვეყნებში უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე ასეთი სამკუთხედის დადგმაც არის რეკომენდებული. ყველა მათგანი ერთმანეთისგან გარკვეული დისტანციით უნდა იყოს დაშორებული. ერთი ასეთი ამრეკლის შეძენა 10-დან 40 ლარამდე ჯდება. ამიტომ იმაში, რასაც თქვენი და სხვისი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, ფულს ნუ დაზოგავთ. საიზოლაციო ლენტი. შავი დღისთვის განკუთვნილ ჩანთაში საიზოლაციო ლენტი რომ აუცილებლად უნდა იდოს, ამაზე ალბათ ვთანხმდებით. შესაძლოა ის გვერდით და სარკის, მაშუკის ან სხვა მნიშვნელოვანი დეტალის დასამაგრებლად დაგჭირდეთ. ასე დროს კი ძლიერი ლენტი აუცილებლად დაგეხმარებათ. შესაძლოა ის ორი მავთულის გადასაბმელადაც გამოიყენოთ. კარგი იქნება თუ ისეთ საიზოლაციო ლენტს შეარჩევთ, რომელიც სიცხეს და სისველეს უძლებს. ასეთი ფასი სხვადასხვა მაღაზიებში დაახლოებით 10-დან 20 ლარამდეა. კრიტიკულ მომენტში კი ეს ატრიბუტი თქვენი საუკეთესო მეგობარი იქნება. ხელთათმანები. როდესაც მანქანა მწყობრიდან გამოდის და სიტუაცია ჩვენს ჩართვას საჭიროებს, კარგი იქნება თუ არა შიშველი ხელებით, არამედ საქმეს ხელთათმანებით შევუდგებით.
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელის გაჭრის ან დაწვის საფრთხე მაღალია. ასეთი შემთხვევებისთვის ტყავის სპეციალურ ხელთათმას გირჩევთ, რომელიც ბასრის ზედაპირისადმი მედეგია. ასე უფრო თავისუფლად და თამამად იმუშავებთ და თან საკუთარ თავსაც გაუფრთხილდებით. ხელთათმანები არა მხოლოდ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, არამედ მოჭიდებასაც აუმჯობესებს. მასალის სისქიდან და ხარისხიდან გამომდინარე, მათი დიდი ხნით ჩაცმა დისკომფორტსაც არ იწვევს. ასეთი ხელთათმანის ღირებულება დაახლოებით 20-დან 40 ლარამდეა. საკუთარი კომფორტისთვის კი მგონი ამ თანხის გადახდა ღირს. საბუქსირე ღვედი. კაი, ეხა ეს რაღაც გვინდა. იფიქრებთ ალბათ ახლა. მაგრამ რა ხდება მაშინ? თუ ტალახში, თოვლში ან ქვიშაში ჩავარდით და ვერ ამოდიხართ. მე ეს ყველაფრის მცოდნე გამომეტყველება აღარ გიშველით და საბუქსირე ღვედის არსებობას ინატრებთ. მაღალი ხარისხის საბუქსირე ღვედი გამძლე და საიმედო ნივთია, რომელიც ისეთ არახელსაყრელ პირობებში დაგეხმარებათ, როგორიც სადღაც გაჭედვა. მისი შეძენისას დარწმუნდით, რომ ის თქვენი ავტომობილის წონაზეა გათვლილი და კრიტიკულ სიტუაციებში არ გიმტყუნებთ. თუ თქვენს მანქანას ქარხნულად ეს დეტალი არ მოხვება, მაშინ მის შესაძინად 50-დან 100 ლარამდე გადახდა მოგიწევთ. მცირე ზომის ცეცხლმაქრი. ცეცხლი მურტალი რამეა, ვეძი? ერთი თუ გაჩნდებს, მე მეყოლე ვარდივით. ხუმრობა იქით იყოს და ცეცხლი მანქანას შესაძლოა ყოველთვის და ყველგან გაუჩნდეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ელექტრომობილები და დამოუკიდებელი ჰიბრიდები ასე მომრავლდა. ამას გარდა, უამრავი ქარხნული წუნიც ხომ არსებობს. კრისტალ აუტოს პორტალზე ასეთი შემთხვევების შესახებ ხშირად ვწერთ. რაც შეეხება ელექტრომობილებს, პანიკაში არ გაგდებთ. ცეცხლის შესაძლოა შიგაწვის ზრავიან მანქანასაც მოეკიდოს. თანაც ჩვენს ირგვლივ ხომ ამდენი მოდიფიცირებული და გადაბუსტული მანქანაა. ამიტომ კარგი იქნება თუ მანქანაში ერთ პატარა ცეცხლმაქრს მაინც ჩააგდებთ. ასე როგორც საკუთარ, ისე სხვის უსაფრთხოებაზეც იზრუნებთ. აუცილებელი ხომ არაა ყველაფერი კანონმა დაარეგულიროს. დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ კრისტალ აუტოს YouTube არხი. ღვედის საჭრელი დანა, შუშის ჩაქუჩი. ამ ხელსაწყოს სამწუხაროდ ქართულ ენაზე ზუსტი სახელი არ აქვს. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენ მოვუფიქროთ და დანუჩი დავარქვათ. აჰა, ეს იმიტომ, რომ მის ფუნქციაში ღვედის გადაჭრაც და შუშის გატეხაც შედის. თუ ავარიისას მანქანაში გაიჭედეთ და გადმოსვლას ვერ ახერხებთ, დანუჩი თავის დაღწევაში დაგეხმარებათ. მეტალის წვეტიანი და ბასრი პირი, როგორც ავტომობილის შუშას ამსხვრევს, ისე გაჭედილ ღვედსაც თავისუფლად ჭრის. აქ გასათვალისწინებელი ისაა, რომ ადვილად მისაწვდომ ადგილზე დაამაგროთ, მაგალითად სავარძლის ქვეშ. ამ ხელსაწყოს ღირებულება 100-დან 150 ლარამდეა. შორგზაზე გადაადგილების წინ ყველა თავისებურად ემზადება. ზოგიც თავგადასავლების მოყვარულია და დიდ გზას მოუმზადებელი ხვდება. ზემოთ ჩამოთვლილი ხელსაწყოები და ატრიბუტები თქვენს მოგზაურობას ხალის ვერ შემატებს, მაგრამ კრიტიკულ მომენტებში აუცილებლად დაგეხმარებათ. ასევე სხვადასხვა გარემოებები განსხვავებულ მომზადებას მოითხოვს. მაგალითად ზამთარში დამატებითი ხელსაწყოებიც დაგჭირდებათ. ამის შესახებ წარსულში ძალზედ კარგი ვიდეო გავაკეთეთ და თუ უყურებთ, თქვენთვის გარანტირებულად სასარგებლო იქნება. გარდა ამისა, შესაძლოა სიაში ჩამოთვლილი ნივთებიდან უმეტესობა არ გჭირდებათ, რადგან ქალაქში გადაადგილდებით. ამიტომ თქვენ თავს თავადვე დაუსვით რამდენიმე მარტივი შეკითხვა. რა არის ჩემი ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტი? სად შეიძლება რომ მომიწიოს წასვლა? რა შეიძლება დამჭირდეს ამ გზებზე? დასკვნით ნაწილში გეტყვით იმასაც, რომ არჩევანი ხარისხიან ნივთებზე და ატრიბუტებზე გააკეთოთ. ამ ხელსაწყოებმა მოხმარებასა და წვეთას უნდა გაუძლოს. სხვა მხრივ კი ვიმედოვნებთ, რომ მათი გამოყენება არასდროს დაგჭირდებათ.